საპატრიარქოს პოლიტიკური მსახურება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს დღეს საეპარქიო კომისიაზე ელოდებიან. მას ერთხელ უკვე გამოუცხადეს გაფრთხილება, თუმცა რეჟიმის სამიზნეს სასულიერო პირი ამბობს, რომ ისჯება მოქალაქეობრივი პოზიციის გამო. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, ის მკაცრად გმობს და აკრიტიკებს ქართული ოცნების მხრიდან მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას. ნანო ჩაკვეტაძე გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნანო, როგორია სასულიერო პირის პოზიცია და როგორ გამოიყურება საეპარქიო კომისიის შემადგენლობა, გისმენთ? გიორგი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მხოლოდ ერთადერთი პირობით წარსდგება დღეს საპატრიარქოში საეპარქიო კომისიაზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ კი საპატრიარქო დართავს მედიას იმის ნებასა და უფლებას, რომ ჟურნალისტები დაესწრონ თავის მხრივ ამ საეპარქიო ეგრეთ წოდებულ ზნეობრივ კომისიას და გააშუქონ იქ მიმდინარე პროცესები. საპატრიარქო კი თავის მხრივ, როგორც ჩანს, შეუვალია თავის გადაწყვეტილებაში. საპატრიარქომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სასულიერო პირები ახმოვანებენ ამ გადაწყვეტილებებს. ანდრია ჯაღმაიძე მას გაახმოვანა მათ შორის ეს გადაწყვეტილება, ასევე მიქაელ ბოტკოველმა, რომ ვერ ექნება მედიას იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ დაესწროს დღეს საპატრიარქოში საეპარქიო კომისიას. ეს იმიტომ საპატრიარქო მიზეზად ამ შემთხვევაში ასახელებს იმას, რომ საეპარქიო კომისიაზე და მსგავს შიდა საეკლესიო ფორმატებში ასეთ დაბარებებზე, როგორც წესი, განიხილება ისეთი დახურული საკითხები და ამ დახურულ საკითხებთან დაკავშირებული დეტალები, რომლებიც ვერ იქნება უბრალოდ საჯარო და მას მედია უბრალოდ ვერ გააშუქებს. მოკლედ ასეთია საპატრიარქოს გადაწყვეტილება დოროთე ყურაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თავად არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კი მოითხოვს იმას, რომ მხოლოდ მედიასთან ერთად მიეცეს მას იმის შესაძლებლობა, რომ გამოცხადდეს დღეს საეპარქიო კომისიაზე, ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს და იმ კომისიას, რომლებიც იბარებენ დღეს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საპატრიარქოში და სთხოვენ ახსნა განმარტებებს, როგორც ამას თავად არქიმანდრიტი მიიჩნევს თავისი პოლიტიკური განცხადებების გამო, აქციაზე დგომის გამო, ასევე მისი სწავლებების გამო ამბიონიდან ეს ადამიანები არიან. ამ კომისიას თავმჯდომარეობს თავად ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, ასევე ამ კომისიაში შედის პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, ასევე პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, ასევე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა მეუფეები. უფრო ზუსტად როგორია თავად არქიმანდრიტის დოროთე ყურაშვილის პოზიცია დღევანდელ დაბარებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ, რომელიც ჩვენ მასთან ტაძარში ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ. ჩემი დაბარება არის პირდაპირ სატელევიზიო საჯარო გამოსვლებზე. ამიტომ იქ აუცილებლად უნდა იყოს ჟურნალისტები. აქ არაფერი პიროვნული არ არის. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საჯარო გამოსვლები და ჟურნალისტები რატო არ უნდა იყოს და რა უნდა დამალონ მაგათმა, მე არ მესმის. მე დღეს მჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მათი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მეუფე შიო. მეუფე შიო არის ადამიანი, რომელიც არის რუსეთის მიერ გამოგზავნილი საქართველოში და ცდილობს, რომ ყველა ვინც კი რუსეთს შეურაცხყოფს, ან აგინებს, ან ამბობს, რომ მტერია, ყველა უნდა გაანეიტრალოს და ერთ-ერთი აღმოჩნდი მე, რომელიც რუსული ეკლესიის მოწინააღმდეგე და რუსული სახელმწიფოს მოწინააღმდეგე, რადგან მთელი ჩემი ქადაგება არის ის, რომ გამოვაჩინო მტერი, საქართველოს მტერი და საქართველოს მტერი არის რუსეთი და ოცნება. არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან ერთად დღეს მისი თანამებრძოლები სხვა სასულიერო პირებიც მივლენ საპატრიარქოსთან, თუმცა როგორც მოისმინეთ, დოროთე ყურაშვილის პოზიცია ასეთია, რომ ის უბრალოდ მივა საპატრიარქოს შენობასთან, მაგრამ არ შევა. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში წარსდგება ის ამ ეპარქიის კომისიაზე, თუ კი მედიას, თუ კი ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავის მხრივ ასევე დაესწრონ ამ კომისიას და ეს კომისია იქნება საზოგადოებისთვის საჯარო. არც სხვა სასულიერო პირებს თანამებრძოლებს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარება ეჭვი, რომ სინამდვილეში დოროთე ყურაშვილის საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. მამა დოროთე ამხელს ქართულ ოცნებას, ამხელს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პატრიარქი გააკრიტიკა, ამხელს იმ უსამართლობას, რომელიც ხდება ეკლესიაში და ეს არ მოსწონთ მათ. და მამაო პირდაპირ ეუბნება კითხვებს, რომელსაც დამისმევთ, მე გაგცემთ პასუხს და კითხვებს, რომელსაც მე დაგისმევთ, გაეცით პასუხი.
და მამა დოროთესთან ერთად ყველა ჩვენ გამოვხატეთ მამებმა ჩვენი მისვლა, იმიტომ რომ ჩვენც იგივეს ვქადაგებთ, იგივეს ვამბობთ და ყველა აზრს მამაომ რაც თქვა, ყველა აზრს ვიზიარებთ. ძველი საეკლესიო ტრადიცია იყო, რომ როდესაც ადამიანს რაღაცა ბრალი ქონდა ქრისტიანობაში სწავლებითი, მას ასაჯაროვებდნენ, პირიქით კი არ მარავდნენ. ასაჯაროვებდნენ და მთელი მსოფლიო ეკლესიები ყველა გებულობდა, რომ ეს კაცი არასდროს ასწავლიდა. და აქ ესენი პირიქით იქცევიან. აი თქვენ წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ბრალმდებელი ემალებოდეს ბრალდებულს. თუ შენ ბრალდებელს და როცა შენ ბრალდებელი ხარ და მართალი ხარ და ამისი დამტკიცება გინდა, პირიქით კი არ უნდა იმალებოდე, უნდა გინდოდეს რომ საჯაროდ ყველამ გაიგოს. ყოველთვის ბრალდებული უნდა ცდილობდეს რომ რაც შეიძლება დაფარულად ხდებოდეს ეს ყველაფერი, რომ მისი დანაშაული არ გამოჩნდეს, ხო? ამათ რის შიში აქვს თუ მართლები არიან, ვერ წარმომიდგენია. უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში ეპარქიის ანუ ეგრეთ წოდებული ზნეობრივი კომისიის ფორმატში დღეს 2 საათია დაბარებული. ეს მისი რიგით მესამე დაბარება, შესაბამისად ეს რიგით მესამე ფორმატია, როდესაც დოროთე ყურაშვილს საკუთარი პოლიტიკური განცხადებების გამო, პროევროპულ აქციებზე მონაწილეობის მიღების გამო თუ ასევე სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო, მოკლედ მისი სამოქალაქო პოზიციების გამო ახსნა განმარტებას თხოვენ საპატრიარქოდან.